მეგობრებო, დღეს არის ქორწილის დღე. მე უკვე ჩავიცი რომ ვემზადები სახლი, რომელშიც ჩვენ დავჭით. აქეთ არის ბასეინი, მაგრამ გუშინში დიამეტრი ვერ ვიბანავეთ. დღეს შეიძლება ვიბანავ. წყალი, რა თქმა უნდა, ცხელია. კუქები, კაბა, მაგრამ მაგას იქით იმაში გაჩვენებთ. ნახეთ რა მაგარი ამინდია. მე უფრო გუშინდელი ამინდი მომწოდა, მაგრამ დღეს მუსიკი არის, მაგრამ რაღაცნაირი გრილი სიოა და რო არ შეგაწყვეტ მოკლედ. ასეთი ძალამამაცი სახლი 4 სართულიანია. აქ დამიღია ყველა სართული. ზევით მეორე და მე კიდე ზევით ადის. ახლა კალიდორი. და ესეც მე, მაგრამ თმები. ახლა უნდა გავიქცოთ თმები და ძალიან სუბუქი მაკიაჟი. მაკიაჟიც ვერ დავარქმევანო. სუბუქად. მაკიაჟი. ძალიან თქვათ დავიდე პომადა. ოდნავ ტუში. საყურები. ერთი ჯამით. Все. ნახავსებით რამ ჩება და ჩამოვა. პრინციპში აკევათ. ამერიკული სახლები როა, ამერიკული სახლები როა. აკას აპასანა. Excellent. Sardaïba. On a pas de bassin. Там есть что поснимать. На город посмотрим. А оттуда потом посмотрим. Там есть поселок, вот этот, который мы проехали, Краснооктябрьский, будет видно. И горы будет видно, если сейчас погода хорошая, нехорошая. Мы сейчас идем, я мдиха. Очень сытхаши могут. Вот эта летняя зона тут вот сюда вот. Все стороны. Даже добавили. Чем помогла на съемке? Дорого, да, наверное? Сейчас везде дорого. Они же когда делают... Это хамайков шиварт, это... У них же другие эти меню и другой расклад. Мы на свадьбе были. Кстати, белики имеете. Вот в этом юге он шел. Мы видим, что подъехали. А, мы говорили, что не доехали, которые... მეგობრებო, მე აქ ჩემი ახალი კუტკა ჩავიცი, ნახეთ. თქვენთვის არც ვინახებია. პირველად აქ ჩავიცი. მოკლედ გონია რომ საქართველოში ვარ ძალიან გავს.
აი ნახეთ როგორი ლამაზი ტყეა, სადღაც საბადურებს მოგონებს, სადღაც თელავშიც არის და თეთრ წყაროშიც მინახია ესეთი და ძალიან მომეწონა, სულთა ჰაერია, თან მე რო ამჯერ ვარ ნახეთ ისეთია. ნაწვიმარია ახლა არ წვიმს, ჰაერი სველი. და ესეთი ლამაზი ის არის ტყე არის და შიგბილიკები ესე გაკეთებული ნახეთ. და დავსეინოთ. აი ტიპური შემოდგომა დაბლა ყრია ფოთლები. ხეები არის ყვითელი, წითელი და უკან მწვანე. მწვანე ცოტა არის. გასაირნება გამოგვივიდა. ჩემი ახალი ბოტასები ნახეთ, ისეთი კომფორტულია, თუნდაც არც ეგ არ მიჩვენებია. გამახსენდა მეგობრებო, ისეთი ადგილია, როგორც შეკვეთილში როა მუსიკოსების პარკი. აი ესეთ მწვანეში. აი ძალიან გავს მაგ ტერიტორიას და აქ ძეგლები არ დგას, ნუ იქ რო არის მუსიკალური ძეგლები, ეგენი არ არის, თორე ესე ბილიკებით და აქეთ-იქით ტყით ძალიან მაგრად გავს, მეთქი ხა საიდან მახსენდება თქო და გამახსენდა, რასაც მომსგავსებ. კოები ყრია. რამდენი ძგინდა. ანუ ეს მუხის ხეებია, როგორც ჩანს. აქ კაროსები. Это новые дома, Марин, которые возле канала выстроили, где возле стадиона Абузатарный был. Თუ მეტარდება კონცერტები. ეს площадка. Это у нас как фуникулер у вас. ხო, да. Вот канал, вон она вода где. Ну, сейчас подойдем, видишь. Вот. Ой, а там речка. ეს ნახე მე სურათში ამის ნახვა მინდოდა. მე მეგობრებო სანამ ჩამოვიდოდი აქ დავგუგლე და ეს ტერიტორია მაინტერესებდა და თურმე მოვედი აქ. აჰა. ეს ჩვენთან როგორც ვაკის პარკში დაბლა ცენტრი რა და მე აქ ესე კიბები რომ გწევთ ეს ხანაირებია. სუპერ ჰაერია. აქ ესეთი დასაჯდომებია. რა ვიცი, ლამაზია მეგობრებო, ქაურობა. ვერ ვიტყვი რომ არ არის ლამაზი მართლა. საქართველოს ვაიბია, ხარ არ მგონია რომ რუსეთში ვარ. მგონია რომ ვარ საქართველოში, იმიტომ რომ მგონია რომ შეკვეთილში ვარ.